მოგესალმებით, მეგობრებო. გახსოვთ ალბათ, რომ ჩვენი ბოლო ვიდეო იყო UFC 321-ის შედეგებზე, ანუ ივენტის შედეგებზე, როდესაც თავი ბრძოლა იყო ასპინალსა და სირილ განს შორის. და იმ ვიდეოში დაგპირდით, რომ მოგვიანებით დავდებდი ვიდეოს, რომელსაც მთლიანად დაუთმობდი აი საკმაოდ აქტუალურ პრობლემას, რაც ეხება თვალში თითის ტაკებებს, ну ზოგადად არალეგალური მოქმედებებით მებრძოლის დაზიანებას. და ნუ უფრო კონკრეტულად კი თვალში თითის დაკებას, ასე ვთქვათ და მინდა ვთქვათ, რომ მას შემდეგ, მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ კიდევ ორი ივენტი იყო და პრინციპში არც ერთმა ამ ივენტმა არ ჩაიარა მსგავსი ინციდენტების გარეშე. ანუ ყველა ივენტზე და ზოგჯერ არაერთ შემთხვევაშიც ბრძოლებში ხდებოდა ესეთი მომენტები, რომ ბრძოლა დროებით მაინც წყდებოდა იმის გამო, რომ ერთ-ერთმა მებრძოლმა მეორეს მოარტყა თვალში თითი. ну, ამას დაემატა კიდე ბოლო ივენტზე სერიოზული სკანდალი ჩაწყობილ ბრძოლებზე, რომელსაც ასევე შევეხები დღევანდელ ვიდეოში, თუმცა უფრო სლად ვისაუბრებ პირველ პრობლემაზე და მაგითიც დავიწყებ. ხო, ის რომ ეს პრობლემა, კერძოდ თვალში თითის დაკება, რომ პრობლემაა და წვავედ დგას ეს პრობლემა, ну, ამაზე მე მგონი ყველა ვთანხმდებით და იმაზეც მე მგონი ვთანხმდებით, რომ ეს არათუ გაიშვიათდა ეს მომენტი, არამედ პირიქით გახშირდა და მეცაც გეტყვით თუ არაფერი ზომები არ მიიღეს, კიდევ უფრო გახშირდება. ფაქტიურად უკვე თითქმის ყოველ მეორე ბრძოლაში ხდება, ну, ეპიზოდურად მაინც ამის ამ მოვლენას წავაწყდები, თუმცა ერთი მებრძოლი მეორეს მოარტყავს თით თვალში და ну, რაღაცა პერიოდით მაინც ხდება ბრძოლის შეფერხება. ორი მხარე აქვს ამ მოვლენასთან, ორივე ნეგატიური, ანუ ერთი წმინდა სპორტული მხარე, მოდი ასე ვთქვათ, უпростоრე სპორტული სამართლიანობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშნები რჩება, ვინაიდან ძალიან იჩაგრება ის მებრძოლი, რომელიც დაზარავდა, თან ყველანაირად იჩაგრება. ჯერ ერთი რომ მებრძოლი, ვისაც თვალში ხდება თითი, ფაქტიურად ისე ხდება, რომ ბრძოლას გააგრძელებს თუ არა მისი გადასაწყვეტი, ანუ ეს ერთი მხრივ თითქოს მოგეჩვენათ, რომ კარგია, მაგრამ კარგი არ არის, იმიტომ რომ ამ დროს პასუხისმგებლობა გადადის ამ მებრძოლზე. ეხლა მოიხსენებათ, რომ მებრძოლები ძალიან დიდი ხანი ემზადებიან თითოეული ბრძოლისთვის და ყველანაირად არანაირად არ აწყობთ მოკლედ ამ ბრძოლის ჩაშლა. იმიტომ რომ აქ დახარჯულია დრო, რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე ყველანაირი რესურსი, ფინანსურიც მათ შორის და ბუნებრივია ფუჭად ჩავლა ამისი არავის არ უნდა. ეს ერთი. მეორე მხრივ ბრძოლას თუ გააგრძელებენ, დიდი ალბათობით და უმეტეს შემთხვევაში უწევს ბრძოლის გაგრძელება უკვე დაზიანებულს. თან დაზიანებულს არა ლეგალური გზით, რაც მისაღებია და ეს ასე ვთქვათ, თამაშის წესებია, არამედ არალეგალური გზით, რაც წესით ისგან წესით დაცული უნდა იყოს. თუ არ გააგრძელებს მებრძოლი, ჯერ თუ ისედაც მისთვის ნეგატიური ამბავი მოხდა, რომ ბრძოლა ჩაიშალა, ასე ვთქვათ და ტყილა იწვალა, მაგრამ მეორე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ფაქტიურად ხდება მთელი მის თავს ხდება მთელი ჰეითი და ბულინგი. და მიდის მთელი სამყარო, სამყარო აკრიტიკებს ამ მებრძოლს იმის გამო, რომ მან ასე უარი თქვა ბრძოლას. მაშინ, როდესაც ამ ინციდენტის მიზეზი რეალურად არის მეორე მებრძოლი, ანუ მან დააღლია წესი და რეალურად პასუხისმგებლობა უფრო მეტად ნუქნეს მას. აი, პატარა მაგალითს მოვიტან რა, მას თვალის შტაკებას არ ეხება, სხვა არალეგალურ მოქმედებას ეხება, მაგრამ მაინც იდეაში მიხვდებით რა გულს. მაგალითად ალჯო სტერლინგსა და პიოტრ იანს შორის პირველი დაპირისპირება, როდესაც ალჯოს დარჩა კამარი, გახსოვთ ყველას რა მოხდა, ხო? პიოტრ იანმა გააკეთა საშინელება, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ანუ ფეხი დაარტყა თავში გამიზნულად წაქცეულ მეტოქეს, რომელიც თვითონაც ჩვენ ვერ ხედავთ, რომ წაქცეული იყო, იქ არ იყო არანაირი შემთხვევითობა, არც ის რომ ვერ დაინახა, ასე ხედავდა რა მდგომარეობაში იყო ალჯო, ხედავდა სად უტყავდა ფეხს და მოკლედ ყველანაირი წესი და დანაშაული ჩაედინა პიოტრმა და შედეგად მივიღეთ რა ამ ბრძოლის შემდეგ მთელი MMA სამყარო დასცინო და აბულინგებდა ალჯოს და კაციშვილი არ აკრიტიკებდა პიოტრ იანს. მეცაც გეტყვით, შემდეგ იყო ალჯო მიიღო მონაწილეობა ერთ-ერთ რეალიტი შოუში, თუ არ მახსოვს რა ქვია ამ რეალიტი შოუს, მაგრამ მე რაფცაც რომ იპატიჟებოდნენ თუ გახსოვთ და მე ვერ წავიდა, სადაც პიოტრ იანმა ასე გაეღადავა პიოტრ იანი, ესე ვთქვათ, ხუმრობით ოსკარის სტატუეტა გააჩუქა, რომ აი ვთქვათ და გასაჩუქრებ კარგი მსახიობი ხარ, რომ გაიცინა თვითონაც, ну შეიძლება ბოროტი ეს თვითონ ბოროტით მოხდება კი არა, უბრალოდ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ფაქტიურად გაიხსენეს ის ეპიზოდი და ფაქტიურად ისე გამოვიდა, რომ მაშინ ასე მხარე, რომელიც იყო საქილიკო, ყოფილა ალჯო სტერლინგი.
ანუ ფაქტობრივად საერთოდ არ არის ხსენება, რომ იქ წესი დააღვია და იქ თუ ვინმე ცუდი რამე გააკეთა პირველ რიგში პიოტრიანმა გააკეთა. აი პირველ რიგში ეს უსამართლობა და უზინდისობა მოიტყოდი უნდა მოისპოს. ამიტომ ამას თვითონ მებრძოლი ვერ მოსპობენ. ახლა მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ ნეგატიური რაც ამას ახლავს და შეიძლება ახლდეს თან. როგორც უკვე გითხარით, ეს მოვლენები თვალშით თუ თქვენს დააკვირდებით ალბათ რომ რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო ხშირდება. და რაც უფრო დიდი ხანი იქნებიან სიახლემას პოზაში ის პირები, ვისაც ეხება ზოგადად პრობლემების მოგვარება, MMA-ში, UFC-ში ხდება, სადაც ხდება, რომელიმე ორგანიზაციაში ხდება იქ, მით უფრო მეტად გახშირდება და საბოლოოდ იქნება ტოტალური, მივალ ძალიან სულ შედეგებამდე. იმიტომ რომ ამის გამოცდილება გვაქვს სპორტის სხვა, ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, დიდი ისტორიის მქონე სახეობებში. როდესაც სპორტში სპორტსმენი ხედავს, რომ არის რაღაც ხვრელები, სადაც შეიძლება ნებსით ან ნებლიეთ ერთ-ერთმა მებრძოლმა გამოიყენოს არალეგალური გზები და ამისგან მოიპოვოს ბენეფიტი, აუცილებლად შეიძლება ყველა მასიურად არა, მაგრამ დრო და დრო ვიღაცები და ამ ასეთი ვიღაცების რაოდენობა მატულობს, იგონებენ ეშმაკობებს, რომლის გამოყენებაც შეიძლება. მე არ ვამბობ, რომ დღეს ვიღაცას შეგნებულად თითებს ტაკებს თვალში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხშირდება და გარანტიას გეტყვით, თუ ამაზე საერთოდ რეაგირება არ იქნება ისე გაგზავნა, როგორც არის, ნამდვილად იქნება. ამაზე სპეციალისტები გაჩნდებიან, ვინც ამას შეგნებულად გააკეთებენ. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ ხაზგასვით ვამბობ, რომ მე არ ვამბობ, რომ ვიღაცები შეგნებულად აკეთებენ, მაგრამ ის რომ ამას არ ერიდებიან და არ ცდილობენ, რომ ეს არჩევანი ნაკლებად გამოუვიდეთ, ეს ფაქტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ ჯიმში, არც ერთ სპორტსმენს თავისი სამთელო გუნდი, ან ვარჯიშების კომპლექსი რო აქვს გაწერილი, არ შედის ამ ვარჯიშის კომპლექსში ისეთი მოქმედებები, რაც თავშოთ რის შინაარსიც არის, რომ აი გომში ისე ვიბრძოლოთ, რომ თითები არ გქონდეს წინ და შემთხვევით მეტოქეს თვალებში თითი არ ვატაკოთ. აი ამას ესეთ არ ფიქრობენ, არ აინტერესებთ. და ძალიან ცუდი რო არ აინტერესებთ. ეხლა მე მოვიტან პატარა მაგალითებს, იმიტომ რომ საერთოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთი ასე ვთქვათ, ხვრელების გამოყენებას ადრე თუ ვიან იწყებენ სპორტსმენები და სანამ არ გამკაცრდება ამის წინააღმდეგ ბრძოლა, პირდაპირ გაგებით გამკაცრებაზე ვამბობ. მანამ ამას არ ეშველება ხოლმე. მოდი პატარა მაგალითს მოვიყვან. ფეხბურთი, ყველაზე კარგი მაგალითები თუ ზოგადად სპორტებიდან მოიყვანოს, საერთოდ ჯობია ხოლმე მოიყვანო ფეხბურთისგან, ფეხბურთი ტრადიციულად ნომერ პირველი სპორტია ჯერდი პოპულარობით. პლუს დიდი ისტორია, იყო განვითარების განმავლობაში სხვა პრობლემები, სხვა გამოწვევები, შემდეგ ეს დაძლიეს და როგორ დაძლიეს, ზოგი სწრაფად, ზოგი ნელა და მოკლედ ძალიან ბევრი მაგალითია მსგავსი რაღაცების. ერთ მაგალითზე მინდა მოგიყვეთ. მე ფეხბურთს უყურებ 80-იანი წლების დასაწყისიდან, თავიდანვე, 80-იანი წლების დასაწყისიდან და პირველი დიდი ტურნირი, რომელსაც თვალყური მივადევინა, კარგად მახსოვს, ეს არის 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ესპანეთში. მინდა უკვე ერთ-ერთ მატჩზე, მოგიყვეთ ერთ-ერთ მატჩზე, კერძოდ მეოთხედფინალურ ჯგუფში ერთმანეთს ხვდებოდნენ არგენტინის და იტალიის ნაკრები გუნდები. არგენტინაში თამაშობდა დიეგო მარადონა, ახალგაზრდა დიეგო მარადონა, რომლისთვისაც ეს იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, პირველი მუნდიალი და პერსონალურად მას იცავდა იტალიის გუნდიდან ესეთი ფეხბურთელი სახელად კლაუდიო ჯენტილე. ჯენტილეს ჰქონდა ძალიან მარტივი გეგმა, ქონია ძალიან მარტივი, ერთი მხრივ, შინაარსობრივად მარტივი გეგმა, როგორც კი მარადონა მიიღებდა ბურთს, მაშინვე ჯარიმდებოდა მასზე, თან ჯარიმდება ისე აქცენტა რა ძის, მოკლედ ან ფეხის დადებით, ან ფეხის მირწყმით და ასე შემდეგ. თან საუბარი არ არის იმაზე, რომ დავუშვათ მიიღო მარადონა, მოატყუა ჯენტილე და მერე აკცია. არა, არც მიღებას ელოდებოდა, არც დამუშავებას, არც მოტყუებას, პირდაპირ როგორც კი ბურთს, ზოგადად ახლოს დასდებდა, მოდივად მარადონასთან სიახლოვეს იყო, როგორც მარადონასკენ კეთდებოდა პასი, ხშირ შემთხვევაში პასის მიღებამდეც ჯარიმდებოდა. ან მიიღო თუ არა მაშინ. და შედეგად მივიღეთ რა, შედეგად მივიღეთ რომ მარადონა ვერაფერ ვერ გააკეთა და ბუნებრივია რანაირად გააკეთებდა, ხა მიიღებ თუ არა გაქცევენ, კი, ჯარიმა ინიშნებოდა, მაგრამ ნუ მეტი არაფერი. მარადონა მოკლედ ვერაფერ ვერ გააკეთა იმ თამაშში და რა შეიძლება კლაუდიო ჯენტილემ ჩვეულებრივად ჩაამთავრა თამაში, რომ ისე რომ არათუ წითელი, ყვითელი ბარათი არ მიიღო. და თუ ვინმე ამას დააბრალებს, ძალიან ცდება, იმიტომ რომ მაშინ საჯი არაფერში არ იყო. მაშინდელი დირექტივებით, რაც საჯებს ქონდა დირექტივები, საჯმა იმსაჯა კარგად შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებდა ისე, რაც გაწერილი იყო საჯისთვის. მაშინ საერთოდ არ იყო ესეთი ცნება, რომ აი ბევრჯერ თუ ჯაჯარიმდა ფეხბურთელი, მას მისცე ყვითელი ბარათი. არ არსებობდა ესეთი დირექტივა. ყვითელ ბარათებს იზრდებოდნენ მარტო
უხეშ ჯარიმებზე და თუ საერთოდ არასპორტული ჯარიმა იქნებოდა ან რაღაცა ჭუბიან რაღაცა, მაშინ უკვე წითელი პარადი იყო. ეს გამოიყედა ჯენტილემ და რაც ჯენტილემ გააკეთა მოგვიანებით რატო ყვებიან მას. ეს იყო ფაქტად, შეიძლება ვთქვათ პირველი შემთხვევა არა, მაგრამ ძალიან იშვიათად ხდებოდა ესეთი ფაქტები, ყოველთვის დიდ ტურნირზე პირველი გვახსოვს მაშინ ესეთი. მაგრამ ამის შემდეგ საინტერესოა, ნელ-ნელა ჯერ კიდევ ვიღაცა სხვა ფეხბურთელმა გააკეთა იგივე, მერე კიდე სხვა ნელ-ნელა მივიღეთ ის, რომ ეს გახდა არათუ მოდა, მეთოდი, როგორ გააჩერო მეტოქის ლიდერი, ტექნიკური თანასწორია და ასე ვთქვათ, შემტევი ფეხბურთელები. ძალიან მარტივად და მას ეს თქვა თავის სახელის, ხო, შეიძლება ძალიან ესეთი მიჩვეულები ვარ ჩვენ ამ ტერმინს რუსულ ენაზე. არ ვიცი შეგნებოდა რუსულ ენაზე, მაგრამ ქართულად ითარგმნება პირდაპირ თარგმანი ესეა, ესე იგი წვრილმანი ჯარიმის ტაქტიკა. ასე ერქვა, წვრილმანი ფოდის ტაქტიკა. გებავთ? შინაარსი იყო წვრილმანი ჯარიმა, იმიტომ რომ ესეთი ჯარიმა, რომელზეც არ იძლევიან ბარათს, მაგრამ თავარია ეს ჯარიმა გააკეთო ბევრჯერ, არათუ ბევრჯერ, რამდენჯერაც მეტოქე მიიღებს ბურთს. და ეს მე ნელ-ნელა გადაიზარდა არა მარტო ლიდერების წინააღმდეგ, არამედ ზოგადად გუნდების თამაშის სტილად, განსაკუთრებით დაცვითი გუნდები, ჩამშლელი გუნდები, რომლებიც უბრალოდ მეტოქეს ეთამაშებდნენ ხის დაცვაში, რას გვიხობს, ის კი არა კონტაქტი, უბრალოდ ჯარიმებს იღებდნენ. როგორც კი გადამოდიოდა შეიძლება იმ მოედანზე, მეტოქის მოედანზე არ აიღო ჯარიმა, როგორც კი საჯარიმოს გუნდი ბურთით მიუახლოვდა და ვისაც არ მოხდა არა ლიდერი, არა მნიშვნელობა, შემტევს ბურთს მიიღე და პირდაპირ ჯარიმდებოდნენ. ამან მიიღო მასიური ხასიათი და უკვე ფეხბურთი ხდებოდა შემზარავი სანახავი. და ამის შემდეგ უკვე ახლა ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, არ მახსოვს, მაგრამ შემოიღეს უკვე აი ეს წესი, რომ ასე ვთქვათ, რაოდენობრივი ფაქტორი შემოდანა ყვითელ ბარათს. ანუ თუ ერთი ფეხბურთელი ორჯერ, სამჯერ სიდიჟეთ დროის მოკლეშვეობაში დაჯარიმდებოდა, მას უკვე ეძებდა ყვითელი ბარათი. აი ამ გამკაცრებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუცვა. მოიტანა შედეგი და დღესდღეობით კი არა, ნელ-ნელა ეს მომენტი უკვე მიილია თავისთავად. მაგრამ კიდევ ერთხელ ამის მილება დაიწყო ამ სიმკაცრის შემოტანის შემდეგ, თორე აქამდე პირიქით მასიური ხდებოდა. კიდევ ერთ მაგალითს გაგახსენებთ, მოდი ჩვენთვის კარგად ნაცნობი და პოზიტიური რაღაცა გავიხსენოთ. იცით ყველამ, რომ 1991 წელს თბილისის დინამომ მოიპოვა ევროპის თასების მფლობელთა თასი. შეიძლება ვერ მართის, რომ მომდევნო სეზონში, ანუ 91-92 წლების სეზონში, თბილისის დინამო ისევ მონაწილეობდა თასების მფლობელთა თასზე, უკვე როგორც ასე ვთქვათ, მოქმედი ჩემპიონი ამ ტურნირის და სხვათა შორის იმ წელსაც ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ყოველ შემთხვევაში ნახევარფინალში გავიდა და ძალიან კარგად საკმაოდ ძლიერი გუნდები გამოაგდო ნახევარფინალამდე და ნახევარფინალში შევხვდით ბელგიის სტანდარტს, ლიეჟის სტანდარტს. წავაგეთ სტანდარტთან ორივე თამაში, შინაც გარეთ 0-1 ორივე ნერიან გარიშით. და თქვენ არ იყო ჩვენზე უკეთესი გუნდი სტანდარტი. უბრალოდ სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ არ იყო ჩვენი გუნდი მზად მათი, ასე ვთქვათ, თავარი ტაქტიკური ჩანაფიქრისთვის. ტაქტიკური ჩანაფიქრი იყო ხელოვნური თამაშგარების მდგომარეობა. ახლა და მას შემდეგ ერთი პერიოდი ყველა გუნდი აკეთებდა უკვე ამას, ერთი პერიოდი კი არა, ყველა მიცის ეს ხაზის ამოტანა, თუნდაც, როდესაც უნდა ჩატოვა ფსეიჩი მეტოქეს შემტევები, მაგრამ მაშინ ეს იყო ახალი და ამის ხოჭის შემომტანები მასიურად ყოველთვის იყვნენ ბენილუქსის ქვეყნების გუნდები და ყველაზე მეტად ხოჭის ბელგიელები. ჩვენები არ იყვნენ მზად ამისთვის და მოკლედ თავარი იარაღი ის იყო, რომ ამით მოგვიგეს. მაგრამ იყო ერთი ეპიზოდი, მე სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ, პირველ თამაში იყო ეს თუ მეორე თამაში, ანუ შინ თუ სტუმრად. მაგრამ ერთ მომენტში მოკლედ გადმოგდებული ბურთი მიიღო, საჯარიმოდან გადმოგდებული ბურთი მიიღო ჩივაძემ. ცხადია იქ ხაზი ამოვიდა, ოფსაიდში ჩატოვე და ჩატოვეს კიდეც იქ შენკელია გუცარი ყველა 3-4 შემთხვევით ჩარჩაი, პასი თუ ჩააგდებ და ჩივაძე იქნებოდა თამაშგარების მდგომარეობა. მაგრამ ჩივაძემ ძალიან მახვილგონივრული რამე გააკეთა, კი არ პასი კი არ გააკეთა. გადაუგდო ამ ამოსულ ხაზ თავზე, აიგდო ესე გადაუგდო თავზე და შეყვა ბურთს და თვითონ შეიგდო ფაქტიურად და ეს გადატარებით ბურთის და დარჩა ხაზ იქით, ანუ პირდაპირ გადის ერთ-ერთზე მეგარესთან. ბოლო კაცი ვინც იყო ბელგიელები, ვინც იყო ახლოს ჩივაძესთან მიხვდა რა ხდებოდა ეგრევე და ცხადია გამოსდო შეგნებულად გამოსდო ფეხი აქცია ჩივაძე, საჯარიმოდე ჯერ არ იყო მისული ჩივაძე და ბუნებრივად აინში ჯარიმა უბრალოდ არც არ მახსოვს ყვითელი ბარათი მიცეს თუ არა ვერ ვიხსენებ, მაგრამ ყვითელი ნამდვილად არ მივცე. შედეგად მივიღეთ ჯარიმა, რომელიც ჯარიმა ჩვეულებრივ გავათამაშეთ, არაფერი, ხო? როცა გადიოდა 1-1-ზე ჩივაძე და გოლს თუ გავიტანდით, კაცმა არის ის თამაში უკვე როგორ წარიმართებოდა და გოლის ფაქტოს ახლა მნიშვნელობა კი იცით. და
კაცმა არ იცის, შეიძლება ჩვენ გავსულიყავთ ფინალში გამოგვეიგდოს სულაც 0-1 წავაგეთ, მეტი კი არა. გამოგვეიგდოს შეიძლება ლიეჟის სტანდარტი და ზედიზედ მეორედ გავდიოდით ფინალში. თორემ ფინალში იქიდან ბარსელონა გავიდა. ბარსელონაზე გავდიოდით რა. საუბრობთ ბარსელონამ შემდეგ მოუგო სტანდარტს და თასი აიღო ბარსელონა, მაგრამ მოკლედ ისე მოხდა რომ აი ესე დავზარავდით. და ვიცი თქვა მინდა კიდე, აი გოლი ვერ გავიდა, დაჯარიმდა, ხო? ამის შემდეგ არა, აქამდე ხდებოდა ესენი, მაგრამ როგორც კი გახშირდა 1-1-ზე გასული მებრძოლი და შვეიცარია და ფეხბურთელებზე შეგრებულად დაჯარიმება, უკვე ფაქტიურად მასიური ხასიათი მიიღო ამას. და ყველა მიცოდა რომ 1-1-ზე გადის ჯობია წააქციო. ჯარი, მაქსიმუმ ყვითელი პარადი. ეს ყველაფერი შეწყდა და ყოველ შემთხვევაში მასიური ხასიათი თან რაც თავარია ბოდიში დაუბრუნდები ამ თემას, იქ უკვე ნელ-ნელა არა მარტო 1-1-ზე გასვლაზე, როგორც კი გამწვავებულ, ასე ვთქვათ, შესვლების დროსაც დაიწყეს ამის გამოყენება. როგორც კი მეტოქე გაგექცევა, მაშინვე ჯარიმდებოდა. არაფერი, იყო ჯარიმა ჩვეულებრივად. შემდეგ დაჯდა UEFA, FIFA და მოიგონეს ეს, ჯერ ერთი ცოტა გამწვავებულ გაქცევაზე დაჯარიმებულზე ყვითელი ბარათი და 1-1-ზე გასულზე, ან საერთოდ ცარიელ კარტთან თუ გადის, ან მოკლედ აშკარა საგოლე მომენტს როცა შლი, ამით 1-1-ზე გასულზე ვილაპარაკოთ ამჯერად. ამას დაერქვა ესეთი ტერმინი, უკანასკნელი იმედის ჯარიმა, რომელიც ახლა ყველა მიცის და დღემდე ეს წესი მუშაობს და ძალიან კარგით რომ მუშაობს. და უკვე შემოვიდა წესი, რომ წითელ ბარათს აძლევენ ამ შემთხვევაში, როდესაც უკანასკნელი იმედის ჯარიმას აიღებს ფეხბურთელი, რაც მოხდა ჩივაძის შემთხვევაში. არადა ახლა მაშინ რო ყოფილიყო ეს წესი და რომ გაეგდოთ ის ფეხბურთელი, დინამო იღებდა ასე ვთქვათ რიცხობრივ უპირატესობას და რიცხობრივ უპირატესობას ამხელა მნიშვნელობა ვიცით და საკმაოდ დიდი შანსი იყო სულაც ჩვენ გავსულიყავით ფინალში და შევხედოთ იქ ბარსელონას, ხო? მოკლედ მეორე მაგალითი, როდესაც ეს მსგავსი მოქმედებები შეგნებული, ასეთ ეშმაკობები, მოდი ასე ვთქვათ, შეგნებულად წესის დარღვევები წინააღმდეგ გაამკაცრეს წესები და შესაბამისად მოხდა ის, რომ მასიური ხასიათი ამასაც აღარ აქვს. ყოველ შემთხვევაში თუ აქვს, ისჯება ისე, რომ შესაბამის კომპენსაციას იღებს მეორე გუნდი, კერძოდ იმას, რომ იღებს რიცხობრივ უპირატესობას. აი ამას თქვა მინდა. შესაბამისად, რა უნდა გავაკეთოთ აქ, დაუბრუნდეთ MMA-ს, იგივე, უნდა გავამკაცროთ. და გამკაცრებაში მე რაც გულისხმობ, მე ამაზე დაფიქრდი, ნალაპარაკებით პრინციპში Fight Night Live-ებზეც და შეიძლება ჩემ გახს მენიადეს, მაგრამ ძალიან დარწმუნებული ვარ ამ სისწორეში რა მიდგომის. ჩემი აზრით, თვალში თითის ტაკების შემთხვევაში უნდა იყოს პირველივე შემთხვევაზე, ეგ დირექტივა უნდა ქონდეს რეფერენდუმი. პირველივე შემთხვევაში არანაირი გაფრთხილება მე ვიცი რომ შენ არ გინდოდა და ასე შემდეგ, არაფერი. პირდაპირ ქულის დაკრება. იმიტომ რომ ეს მოდი ესე დააში ის რომ კი გასაგებია რომ თვალში თითის არ უნდოდა, მაგრამ თვალში თითს ვერ მოარყავდა თუ წესების მიხედვით იმოქმედება. ანუ წესები რას გვეუბნება რომ გაშლილი თითებით არ შეიძლება დგომში ჩხუბი. ანუ მეტოქისკენ ხელების გაშვერა გაშლილი თითებით არ შეიძლება. თითი თუ თვალში მოარტყ, ეს ნიშნავს რომ გაშლილი თითებით ხელები გაწიე მეტოქისკენ. კი, თითი შეიძლება მოხდეს ბავშვო ცერათითი და ეს მსგავსი რაღაცა. ან ჭიდაობისას შემთხვევით კი ესეთებიც ხდება, მაგრამ ამსეთებზე შეიძლება უკვე ცალკე გაწერა, რა შემთხვევები შეიძლება იყოს გამონაკლისი და ის ამაში არ აგერება. აი ამ 4 თითით, რომელიმე თითებიდან ამ 4-დან თუ ხდება თვალში ტაკება, ყველა ვარიანტში მებრძოლი არღვევს წესებს, დგომში ხელების დაჭერის წესებს, შესაბამისად ის იმსახურებს ქულის დაკლებას. და ერთ და იგივე ბრძოლაში მეორე თუ გააკეთა მებრძოლმა იგივე მებრძოლმა თუ ატაკა ქულის დაკლების შემდეგ, კიდევ ერთხელ პირდაპირ დისკვალიფიკაცია. და ანუ უბრალოდ დისკვალიფიკაციის წაგება. მესმის რომ შეიძლება ძალიან მკაცრია, მაგრამ რაღაცა პერიოდი შეიძლება მიუჩვეველი მებრძოლები შეგვეცოდოს, ვინც ამას დაიჭებიან, მაგრამ მერწმუნეთ ცოტა ხანში კვეთრად შემცირდება ეს მოქმედებები, ჯერ შეგნებულად ამას არავინ არ გააკეთებს, იმიტომ რომ ეცოდინებათ რომ შეიძლება ბრძოლის ფასად დაუშვათ და მეორეც. უკვე აი წეგან რაც ზესვი ვარჯიშისას მწვრთნელები მიაქცევენ ყველას რომ დგომში და იგივე ტომარასთან თუ სპარინგისას რომ ავარჯიშებენ მებრძოლებს, ამაზეც ამუშავონ, რომ იცი რა ხელი მოიცი ხედს ესე ნუწევ თითები მოკებული ქონდეს, თორემ მაგის კუთხე შეიძლება მებრძოლა წააგო. და ამაზეც წავა უკვე მუშაობა და უკვე მებრძოლები იქნებიან ბევრად მზად, ბევრად მომზადებულები იმისთვის, რომ კი, ალბათ ბოლომდე ამას ვერ აღმოიფრთხება და რაღაც მომენტებში მებრძოლებს ისევ დაუშვებენ ამ შესაძლებლობას, მაგრამ ეს იქნება ბევრად უფრო ცოტა.
ჯერ ერთი და მეორე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რა მოიტანს ეს გამკაცრება და ეს წესი. მოიტანს იმას, რომ უკვე ფაქტიურად დაზარალებული მხარის პასუხისმგებლობა არ იქნება. ნუ გასაგებია მას ისევ შეეკითხებიან, შეგიძლია თუ არა აგზელება, მაგრამ თუ ბრძოლებს გაგზელება უნდა, ჯერთი არ მოგწონს, ხო ჩვენ რომ არ აგზელებენ. ამ წესს თუ შემოიღებენ, უფრო მეტი мотиваცია ექნება მებრძოლს რომ გააგზელოს. გასაგებია რომ შეიძლება დისკომფორტი მაგდა მიჩის, მაგრამ იცი რა, იმასაც ქულა დააკლა და მოდი იქნებ გააკომპენსიროს ამანიზათან მეორე თუ თითი მომატყა თვალში სულად საერთოდ ვიცი რომ გარანტირებულად მოგებული მექნება. ანუ შესაბამისად მებრძოლს უკვე უფრო მეტი мотиваცია აქვს და მეტი გამაღიზიანება იმის რომ გააგზელოს, თუნდაც იყოს დაზიანება, გააგრძელოს. ანუ ნაკლებად იქნება, ჯერ ნაკლებად იქნება საერთოდ თვალში თითის ტაკება და თვალში თითის ტაკების გამო ვისაც ატაკეს თვალში თითი იმისგან ბრძოლისგან ჩახსნა და ბრძოლაზე გაგზელებაზე უარესებაც იქნება უფრო ნაკლები. და შედეგად, ყველას მე მგონი შედეგი ეს გვინდა. რა ვიცი, მე მოკლედ ამ ასე ვთქვათ თეორიაში და სისწორეში და შედეგის მომტანიანობაში დარწმუნებული ვარ. თუ არ მეთანხმებით, შეგიძლიათ მომწეროთ, შეგიძლიათ თუ სხვა იდეა გაქვთ ამასთან ბრძოლის, შეგიძლიათ ისიც მომწეროთ, ძალიან საინტერესო იქნება. ყოველ შემთხვევაში, ერთს ნამდვილად გეტყვით. სირაკლე მას პოზაში ყოფნა, რომ ეს თავისით გაივლის და არაუშავს და იყოს, ეს იქნება მოვიდანს კატასტროფაზე. ერწმუნეთ, გახშირდება და ძალიან გახშირდება და მასიურ ხასიათს მიიღებს ესენი თუ დროზე არ მიხედეს. ეს რაც შეეხება ამ პრობლემას. რაც შეეხება მეორე პრობლემას, ანუ პროფესორ სკანდალს, რომელიც ბოლო ივენტზე ატყდა ეს გაყიდულ ბრძოლებთან დაკავშირებით. აქ მე ბევრად მარტივად უყურებ რა. ძალიან ბევრი ხელი ჩაიქნია, ბევრი ძალიან ნერვიულობს, რომ აი თურმე ამ სპორტშიც ყოფილან ასეთები და ასე შემდეგ მებრძოლები გვეგონენ და ესე და ესე. მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი კი შეიძლება რაღაც საწყის ეტაპზე ყველა სპორტსმენი მან ვინც არის რაღაცა სხვანაირად უყურებს და ცოტა რომანტიზირებას აკეთებს ამ თავისი პროფესიის და თავისი სპორტის სახეობის რაღაც მიზნებს, მაგრამ მეწმუნე დროთა განმავლობაში ეს ხდება რუტინა. ეს ხდება მათი სამსახური და ამას უყურებენ ისე როგორც სამსახურს და ცდუნება ყოველთვის არის. ხაზგასით ვამბობ, MMA არ არის ერთადერთი სპორტი, სადაც ეს პრობლემა არათუ ერთადერთი. მეწმუნეთ, ყველა სპორტის ყველა სახეობაში სადაც ფსონები იდება, ტოტალიზატორები ფსონებს დებენ, აბსოლუტურად სპორტის, აბსოლუტურად ყველა სახეობაში რაღაც დონეზე ესეთი რაღაცები ხდება. ეხლა მე რატო მივიღე ეს ნორმალურად, რაც ატყდა ბოლო ივენტზე, იმიტომ რომ მე ისედაც დარწმუნებული ვიყო, რომ რაღაც დონეზე ესენი ისეც ვარიანტი არის, რომ არ მოხდარიყო ხალხო. წარმოგიდგენთ მებრძოლები, რომელსაც კარიერა უმთავრდება, ისიც რომ ვერაფერს ვერ მიაღწევს, ახლა დიც, რამოდენიმე ბრძოლა დარჩა, გადის ბრძოლაზე, როდესაც იღებს ამ ბრძოლისთვის პირობითად ვამბობ $20,000 და ანუ არ აღნიშნავს რაღაც თანხას, არც ისე დიც. ამდროს აქვს მთელი ვალები, რაღაც პრობლემები, ოჯახში პრობლემები და ამდროს ჩდება ვიღაცა, მესამე პირი, ვინც ეუბნება, იცი რა. ამ ბრძოლას თუ წააგებ, აიღებ სიტყვაზე 100-ჯერ მეტს. მოცდობა ძალიან დიდია რა. ეშმაკს არ ზინავს რომ ეტყვიან და ბუნებრივია ძალიან ბევრი შეიძლება შეცდეს. კიდევ ერთხელ, რაც თავარია, ვამბობ, რომ ეს აბსოლუტურად სპორტის ყველა სახეობაშია, სადაც ფსონები იდება. სადაც ტოტალიზატორები დებენ ფსონებს. და მე რატო შევხვდი კიდე შვიდათ ამას, იმიტომ კი არა რომ გამიხარდა, იმიტომ რომ ჯერ აქამდეც ვიცოდი კი არა, გამოგიტყებით, ყოფილა ბრძოლები, რომელიც მე თვითონ მიმყავდა და ბრძოლა რომელიც მიმყავდა, დავინახე, მივხვდი რომ ბრძოლა იყო ჩაწყობილი. ჩაწყობილა მებრძოლი, რომელიც წააგო, დავინახე რომ წააგო შეგნებოდა და საერთოდ ბრძოლის მსვლელობას მივხვდი რომ მას უნდა წაკება. რა თქმა უნდა, მე ეს ეთერში არ ვთქვი და ნუ არც მე არ მithქვავს და არც ახლა არ ვიტყვი რომ ბრძოლა, მაგრამ ეს ანუ ვიცოდი რომ ეს რაღაცები რაღაც დონეზე ხდებოდა, თუმცა ახლაც დარწმუნებული რომ მასიურად ეს არ ხდება. მოკლედ ეს არ ვფიქრობ რომ გამშვიდებთ კი არ შეგუებას კი არ ვსწავლობ და შევეგუოთ. უბრალოდ იმის გამო რომ ეს რაღაც დონეზე აუცილებლად იქნება და ამის ცდუნება იქნება და სადაც ცდუნება არიან ყოველთვის იქნებიან ადამიანები ვინც აყვებიან ამ ცდუნებას. უბრალოდ თავარი არის და რომ MMA-ში და არა მარტო MMA-ში, სპორტის ყველა სახეობაში მუდმივად არსებობს რაღაც უწყებები, რომლებიც ამაზე მკაცრად აკონტროლებენ, ამოწმებენ და ნუ არ ვიცი ხა მეთოდები როგორ ამოწმებენ და რაღაცა, მაგრამ მუდმივად ამაზე უნდა მუშაობდნენ. მუდმივ რეჟიმში, არა ისე რომ აი ერთხელ მოდი შევამოწმოთ, ყველაფერი ოკეია. არა, მუდმივად მიმდინარე რეჟიმში უნდა ხდებოდეს ამის კონტროლი და ამისი პრევენციები. ეს არის და ეს, მეტი არაფერი. ნუ ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ რომ დღესდღეობით მე არ მგონია რომ ძალიან მასიურად იყოს განსაკუთრებით მაღალ დონის ასე ბრძოლებში, ვინაიდან მაღალი დონის მებრძოლებს და ვინც იბრძვის მოკლედ მაღალ დონეზე ასე თუ ისე შემოსავალიც დიდი აქვს და ასე ვთქვათ მისი ცდუნების შანსიც ბევრად ნაკლებია, იმიტომ რომ შემოსავალი დიდი აქვს, ერთი ისეაც კარგ პულსს იღებს და მეორე
იცის რომ თუ შიშიც უფრო მეტია, რისკიც უფრო მეტია, რა იცის რომ თუ რაღაცა მოხდა და გაუგეს, ნუ ამ დიდ შემოსავლიან კონტრაქტს და მოკლედ შემოსავალს დაკარგავს. ასე რომ არ მგონია რომ ძალიან მაღალ დონეზე ეს მასიურად ყოველ შემთხვევაში ხდებოდეს. და ის რომ რაღაც დონეზე ხდება, ნუ ამას ვერ გავექცევით, რაღაც ესეთები იქნება. იყო აქამდეც და იქნება. რა თქმა უნდა, უნდა ვცადოთ რომ იყოს რაც უფრო ნაკლები, ან მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და ამისთვის რა არის საჭირო რომ იყოს სპეციალური უწყებები ყველა სპორტში, ყველა ორგანიზაციაში, რომლებიც ამაზე მუდმივად თითქოს პულსზე ეჭირება ხელი, რომ მუდმივად იქნება ჩასაფრებული, რომ გამოავლინოს ეს შემთხვევები და რა თქმა უნდა, აქაც უნდა იყოს უკაცრესი სასჯელი. ჩემი აზრით, მაგალითად, სპორტსმენი, არა მარტო მებრძოლი, სპორტსმენი, რომელიც თამაშს შეგნებულად მატჩს, მე ვამბობ, არ არის შეიძლება ბრძოლა, თამაშია თუ რა არის, შეგნებულად წააგებს, გაყიდის. მე მაგალითად შეიძლება ძალიან კაცი ვარ, მაგრამ სამუდამოდაც აუკრძალავდი ამ სპორტიდან, მოუკვეთავდი სამუდამოდ. ნუ თუ ძალიან კაცია, შეიძლება ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ხნით მაინც დისკვალიფიკაციას აუცილებლად დავაწესებ. ეს არის და ეს მოკლედ ამაზე დიდად არ ინერვიულობ, თავარია, კიდევ ერთხელ გამეორებ და რამდენად ფევიცი ასე არის, ამას მკაცრად აკონტროლებენ და იმედია ასე გააგრძელებენ. სულ ეს იყო დღეისათვის, ძალიან მალე დაიწყება UFC 322, რომელზეც უკვე ცალკე, რა თქმა უნდა, ივენთის წინასწარ, ასე ვთქვათ, ანალიზის მსგავსი, ანალიზის შინაარსის ვიდეოს შემოგთავაზებთ ძალიან მალე. ამ ეტაპზე კი დაგემშვიდობებით, იყავით ჯანზე და უყურეთ MMA-ს ნახვამდის.